ეს სოფელი არის დასახლებული როგორც ქართველი, ისე არაქართველი მოსახლეობით და ეს ტაძარი არ ფუნქციონირებდა წლების განმავლობაში. შარშან მოხდა ტაძრის აღდგენა, ანუ შიდა ტაძრის შიდა მხარე გაკეთდა, ტრაპეზი დაიდგა, საკურთხეველი მოეწყო და ამის შემდეგ უკვე დაიწყო ყოველკვირეულად წირვალოცვა, უკვე წელიწადზე მეტია წირვალოცვა აღევლინება ყოველკვირეულად და თვითონ მოსახლეობაც ძალიან დაინტერესებულია, ვინაიდან შეიძლება ითქვას გაცოცხლდა სოფელი და ახალგაზრდობა დიდი სიხარულით მოგზანდება და ესწრება წირვალოცვას. გენაცვალოთ თქვენი ამ დროს უკვე ახალ თოვლს აყრიდა ზემოდან. ახლო-მახლო ისე აფერადა თოვლი თითქოს საქორწილო ჯარზე გასაკრავი ფარდაკი ყოფილიყოს და თვითონაც ვარდისფერმა მწუხარებამ გადაუარა სახეზე. ეწყობა გასვლითი ღონისძიებები, ექსკურსიები, ისტორიულ ძეგლების ნახვა. სოფლის მოსახლეობა ძალიან დიდი სიხარულით და დადებითად შეხვდა აი ამ ექსპედიციას, როგორც ქართველები, ისევე არაქართველი მოსახლეობაც. იყო შემთხვევები, რომ აი რამდენჯერმე მუშაობის დროს თვითონაც მოსულან უმუშავიათ და ესევე გამასმინძლებიან, თქვათ, ხილით, საკვებითაც. ერთად, თქვათ, სპორტულ ღონისძიებებშიც მიუღიათ მონაწილეობა და თქვათ, რაღაც ნორმალური მეგობრული ურთიერთობა აქვს ჩამოსულ სტუდენტებსა და ადგილობრივ ახალგაზრდებს. დიდი სურვილი იყო რომ ამ ბანაკში წამოსულიყავი, იმიტომ რომ მინდოდა ამ ბავშვებთან ურთიერთობა მქონოდა. თან ვფიქრობ, რომ ეს ბანაკი ბევრ რაღაცას მასწავლის, როგორც ხალხთან ურთიერთობას, ისევე ბევრ რაღაცა მასწავლეთ, ბევრ რაღაცაზე გამაფიქრა. ძალიან მიხარია რომ აქ ვარ.
ძალიან სასიამოვნო საერთოდ ბავშვების თვალებში რომ სიხარულს ხედავდა. ჩვენ ყველაფერი შევძელით და მგონი გამოგვივიდა ისიც რომ ბავშვები გავახარეთ, პატარა წვლილი შევიტანეთ მათ ცხოვრებაში, ცოტა გავალამაზეთ ცხოვრება. გადააჯინეთ. I'm impressed, if I can say, by the location, by the beauty of the place. You must be really happy to learn more about your religion, about Jesus' life, under the wisdom of the bishop and all the clergy here. For me, it's a pleasure if we can keep, helping, collaborating, sharing, World Vision on one side and Bishop Sergio and the Orthodox Church in Georgia. რაღაცა ცოტა ეჭვის თვალი იყო იცით, იმიტომ რომ მაინც აი რამე ვინმე სხვა რელიგიაზე ხომ არ გადავყავართ ან რაღაც ესე და ჩვენ ცოტა ეს კომუნისტურ რეჟიმში რო ვცხოვრობდით, ჩვენ ადამიანებს არაფრით არ ესმის, რატომ შეიძლება ადამიანი უბრალოდ სიკეთე გააკეთოს. ეს იცით ძალიან იოლი გასაგები არის მორწმუნე ადამიანებისათვის და ძალიან რთული გასაგები არის იმ თაობის ხალხისათვის, იმიტომ რომ აი უბრალოდ რატო შეიძლება რომ აკეთებს? უბრალოდ იმისთვის აკეთებს ადამიანი, რომ ამით შეიძლება ცხონდეს ადამიანი. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავხადო მეუფე სერგის, არასამთავრობო ორგანიზაციას World Vision-ს, რომ ჩვენს ბავშვებს ამხელა რაღაც გაუკეთეს, ესეთი დიდი სკოლა შეუქმნეს და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩემი შვილები ორივე შვილი კვირა დღეს საკვირაო სკოლაში ივლიან და ისწავლიან მართლა ძალიან ბევრ რამეს. რაც დღეს ჩვენს ცხოვრებაში არის აუცილებელი, რომ უნდა ვიყოთ ღმერთთან ახლოს.